ხშირად ახალგაზრდებს აგზავნიან მშობლები უცხოეთში. იმ დროს, როცა გამტკიცებული არ არიან თავის ეროვნულ ფასეულობაში. არ იციან რა არის ეროვნული ფასეულობა. არ იციან ის რამ გადაარჩინა საქართველო. რა ზალამ გადაარჩინა. რომის იმპერია დაეცა, ბიზანტია დაეცა, მრავალი სხვა დაეცა. საქართველო არსებობს. რატომ? რა ჩვენ ძლიერები ვიყავით სხვებზე მეტად? ხო, როცა ადამიანი არ არის მტკიცედ არ ადგას თავის ფუძეზე, თავის წინაპრების ფასეულობაზე და ის ხდება უცხო ქვეყანაში და უცხო კულტურაში და უცხო წესჩვეულებაში ხდება მისი გადაგვარება. იზღებულობს იმ კულტურას, რომელიც იქ არის. და ჩვენ ისაც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს კულტურა და არსებობს ფსევდოკულტურა. ძალიან ხშირად ადამიანი ვერ განასხვავებს, სად არის კულტურა, სად არის ფსევდოკულტურა. ერთმა მოგვცეს სიბრძნე და თავარი ის არის, რომ ჩვენმა ხალხმა გაიგოს, სად არის ჭეშმარიტება და მაცხოვარი ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. გზა, სად არის ჩვენი გზა? ეს უნდა ვიცოდეთ. მადლობთ.